მოგწევთ გადაცემის დასკვნით და მეორე ნაწილში თემურ ლაჭყეპიანი შემოგვიერთდა. თემური გახლავთ ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი, რომელსაც მივესალმები და თითქმადლობას გადაუხდი, რომ გვეწვია გადაცემაში, იმიტომ რომ თურქული ტელემაყურებლები ბრძანდებით, იცით რომ გადაცემის პრიორიტეტი არის როგორც ადამიანების უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული სიახლეების მოწოდება თქვენთან საკანონმდებლო კუთხით, ასევე ძალიან გვიყვართ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და მხოლოდ ცუგები არ მოისაზრება ამ ყველაფერში, ასე რომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივა, ამით უფრო პირველ იანვრიდან ბევრი საინტერესო სიახლეც შემოვიდა კანონის კუთხით, თუმცა რა აღსრულდება, რა მოლოდინებია და ხანგრძლივ პერსპექტივაში რა შედეგებს მოგვიტანს, ეს ჯერჯერობით ჩემთვის ბუნდოვანია. თამურ, გამარჯობა, როგორ ხარ, განწყობა მითხარი. კარგად, გაიხარეთ. მიხარია რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და დრო დაგვითმეთ. მოგეთ მთელი რიგი სიახლეები გაჟღერდა სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე სატელევიზიო ეთერის კუთხით. საინტერესოა, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და პირველ იანვრიდან რა შევიდა ძალაში, ესე პუნქტობრივად რომ ჩამოგვიყალიბოთ და რამდენად მიესალმებით და თქვენთან კოორდინაციის შემდეგ მოხდა ამ სიახლეების დანერგვა თუ დაბრუნება, თუ ერთპიროვნულად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. მოგახსენებთ, ესე იგი, უკვე ძალაში შევიდა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. ასევე შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალდაღუებათა კოდექსში, ცხოველების მოლაპატრონობის კუთხით 103 მუხლს გულისხმობ, ასევე შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეული ცვლილება 259 მუხლი, რომელთაც დანაშაულს წარმოადგენს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. კარგი, რა ითვლება ცხოველების სასტიკ მოპყრობაში, პარემ ისე გავყვეთ, ხო? კი ბატონო. ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში შეიძლება ბევრი რამ ჩაითვალოს. ეს არის მისი დასახიჩრება, წამება, ტანჯვა, არასათანადო პირობებში ყველა რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დასახიჩრება, სიკვდილი და მსგავსი მძიმე შედეგი ცხოველისათვის. ეხლა რაც შეეხება შინაურ ცხოველთა შესახებ კანონს. ეს ამ კანონის, ესე ვთქვათ, ერთიანად ძალაში ჯერაჯერობით არ შესულა, შევიდა გარკვეული მუხლები ძალაში. ამ კანონში არის გაწერილი ცხოველთა პოპულაციის მართვის სავალდებულობა, ანუ პოპულაციის მართვა, იდენტიფიკაცია, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, როგორც პატრონიან ცხოველებზე, ასევე მეუსაფარ ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებით. კარგით, მას ვისაც მფლობელი ყავს, ანუ პოპულაციაში რა ითვლება, ან რა შეიძლება დარეგულირდეს, როგორ მომკითხა? კი ბატონო, ჯერ პირველ წინაკითხვაზეც განვავრცობ, ესე იგი ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში თავის პოზიციებს მიმართავდა პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის წევრიც გახდით, წლების განმავლობაში განვიხილავდით თუ რა იქნებოდა შესაბამისად უფრო მეტად ეფექტური, როგორი ჩანაწერები, როგორი კანონი, ასე ვთქვათ, რომ გითხრათ, რომ ახლა სრულად ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერში ჩვენი პოზიცია გათვალისწინებს, ყველა სხვადასხვა ბევრი ორგანიზაცია, ბევრი სპეციალისტი იყო ჩართული, გარკვეულ რაღაცებთან დაკავშირებით მაქვს საპირისპირო პოზიცია, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვეთანხმები კანონის ჩანაწერებს. კეთილი. გითხარი, აბა ესე წამყვანი რამდენიმე მიმართულება, სადაც ეთანხმები და სადაც განსხვავებული აზრი გაქვს რადიკალური. კი ბატონო, მოგახსენებთ. ესე იგი, პოპულაციის მართვა მთელ მსოფლიოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა არეგულირდა, ასე ვთქვათ, პირველი მიზეზი, პირველი წყარო, საიდანაც ხვდებიან ცხოველები ქუჩაში, ეს არის უპასუხისმგებლო მეპატრონეები, რომლებიც თავიანთ ცხოველებს ეტაპობრივად გამოუძახებენ ხოლმე ქუჩებში. ეს ძაღლი იქნება, კატა, ანუ შეიძლება ეს იყოს ლეკვი, ან შეიძლება იყოს ასაკში შესული ძაღლი, მაგალითად მონადირე ძაღლი, რომელიც უკვე ვეღარ ნადირობს და ვეღარ ეწევა მის მეპატრონე, მის ექსპლუატაციას და სარგებლის მიღებას, ხშირად ხდება, რომ ისინი უშვებენ ქუჩაში. ეს აუცილებელია ის, რომ ყველა ძაღლი, რომელიც ცხოვრობს მეპატრონეებთან, უნდა იყოს დაჩიპული და იდენტიფიცირებული. ეს რას აგვარიდებს თავიდან? ეს აგვარიდებს თავიდან ახლა რას. დაჩიპვა იდენტიფიკაცია ნიშნავს შესაბამისი პასპორტის გაკეთებას ცხოველისათვის, ასევე ერთიან ბაზაში შეყვანას, რომელთაც სახელმწიფოს და ესე ვთქვათ სპეციალისტი, უფრო კერძო სექტორში, ესე ვთქვათ, როგორც ცხოველთა ორგანიზაცია იქნება, ეს ვეტერინარული კლინიკა, კინოლოგიური დაწესებულება, ყველას თავშესაფარი, მათ ექნებათ წვდომა თუ რომელი ცხოველი ვისი არის. მაგალითად, თუ კი ეს მეპატრონე ცხოველი იქნება დაჩიპული, ეს ჩიპი ზოგს ეშლება, გონია, ესე ვთქვათ, GPS ტრეკინგი, ეს სხვა რაღაცა არის, GPS-ით თვალყურის
დევნება, ეს არის სხვა მოწყობილობა, რომელიც გარემოწყობილობა გარედან საყელოზე უკეთდება ცხოველის და ის ჩიპი, რომელიც ცხოველის კანქვეშ მოთავსდება, იქნება ეს ზაღლი თუ კატა, განსაზღვრავს იმას, როდესაც ეს ცხოველი მოხვდება, აი მაგალითად გამოვაგდო ქუჩაში მეპატრონემ თავისი ზაღლი, ხო? ან კატა. როდესაც ეს მოხვდება ან თავშესაფარში, ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში, იქ შესაბამის სკანერით მოხდება მცირე მოწყობილობა, ესეთი სკანერი ქვია, მიიტანენ ცხოველთან ახლოს და უკვე მოხდება იმ კოდის წაკითხვა 15 ნიშნა, ციფრის წაკითხვა, ანუ ესე ვთქვათ, საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ასე ვთქვათ, პირადი ნომერი, როგორც ადამიანს გააჩნიათ 11 ნიშნა ნომერი ჩვენს ქვეყანაში, ასევე ცხოველს გააჩნია საერთაშორისო წესების მიხედვით ეს არის 15 ნიშნა ციფრი და ამ ასე ვთქვათ, ამ რიცხვი უпроსტად და ამ ერთიანი 15 ნიშნა კოდით უკვე ხდება დაწესებულება თუ ვის ეკუთვნის ეს ზაღლი. და შემდეგ რა ღონისძიებები ტარდება? თქვენ გავიგე ზაღლი მეკუთვნის მე და მე ვარ არაკეთილსინთეზური მაპატრონე. თქვენ თუ ასე ვთქვათ, თქვენს ცხოველს გაუშვებთ ქუჩაში, თქვენ გეკისრებათ ჯარიმები. თქვენ თუ დაუშვათ, თქვენ არ დააჩიპავთ თქვენ ცხოველს, არ გაუკეთებთ პასპორტს, თქვენ ასევე დაგეკისრებათ ჯარიმები რეგისტრაცია იდენტიფიკაციის წესების დარღვევის გამო. კარგით, ვალდებული მე პირადად, როგორც ვთქვათ, ცუგების მფლობელი 1 იანვრიდან ვარ დაჩიპვაზე ვიზრუნო, თუ არის განსაზღვრული ვადები, რაც საშუალებას მოგახსენებთ, ესე ვთქვათ, ამ კანონის შინაომდენად ცხოველთა შესახებ კანონი, რომელიც ძალაში შევიდა, გარკვეული, როგორც უკვე აღნიშნა, გარკვეული პუნქტები და მუხლები ძალაში უკვე შევიდა, ხოლო გარკვეული არ შესულა. ისეთი ნაწილი შევიდა ძალაში, რომელიც ასე ვთქვათ, აი მაგალითად, რომელიც ნებაყოფილობითი და ასე ვთქვათ, იმპერატიული მოთხოვნები, რომელიც არ არის დაახლოებით ისეთი მუხლები უკვე ძალაში შევიდა. რაც შეეხება ჩიპიზაცია, იდენტიფიკაციას, ანუ მთელი წელი აქვს მოქალაქეებს წინ, ანუ ჯერჯერობით არ დაჯარიმდებიან, აი წლის განმავლობაში შეუძლიათ მათ ისეთ დაწესებულებაში, ეს იქნება ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი, იქნება ვეტერინარული კლინიკა თუ სხვა უფლებამოსილი დაწესებულება, იქ გაატარებს ჩიპიზაციას, ასევე არსებობს კერძო სერვისები, რომელიც ადგილზე ვეტერინარული კლინიკები თავაზობენ კერძო სერვისებსაც, ისეთი ცხოველები, რომლებსაც მეპატრონეებს მაგალითად შეიძლება ყავდეს 80-90 კილო ქართული ნაგაზი ან კანეკორსონაში და არ შეუძლია ფიზიკურად კლინიკაში მიიყვანოს, შეუძლია ადგილზე ვეტერინარი მიიყვანოს თავის სახლში, ვეტერინარი მოახდენს მის დაჩიპვას, იდენტიფიკაციას და ეს უკვე ერთიან ბაზაში აუცილებლად უნდა შეიყვანოს ვეტერინარმა ექიმმა, უკვე ასე ვთქვათ, რამოდენიმე თვე აქვს ვეტერინარულ კლინიკებს ამისათვის, რომ რეგისტრიდან ერთიან ბაზაზე წვდომა მიიღონ სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურისგან და ეს ცხოველები იქნებიან ასახული ერთიან ბაზაში. კეთილი. თუ კი სახლში გამოიძახებ, გასაგებია შეიძლება ეს რაღაც ფინანსებთან იყოს დაკავშირებული და მუნიციპალურ თავშესაფარში და სხვა ორგანოებში სადაც შეიძლება მივიყვანოთ, ანუ ეს ყველაფერი ფასიანია, უფასოა თუ როგორ არის მოგახსენებთ, ესე ვთქვათ, ეს სერვისი ზოგადად მთელ საქართველოში ჯერჯერობით არც არის ხელმისაწვდომი, არის რამოდენიმე ქალაქში, ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იგეგმება, რომ უშუალოდ მოხდეს სახელმწიფო სამსახურების მიერ ჩიპიზაცია, იდენტიფიკაცია. დღეის მდგომარეობით რაც შეეხება, ეს არის ფასიანი სერვისი, თუმცა სახელმწიფო დაწესებულებები, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ახლო პერიოდში აპირებენ, რომ ეს სერვისი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, ანუ ჩიპირება გახადონ უფასო მოქალაქეებისათვის, ну იმ მოცულობით მაინც რასაც გაითვალისწინებს ეს სახელმწიფო პროგრამა იმ რაოდენობაზე, ну შეიძლება სიტყვაზე თუ არსებობს 500,000 პატრონიანი ცხოველი, სიტყვაზე ვამბობ საქართველოში შეიძლება მათგან რაღაც გარკვეული პროცენტი, გარკვეული რაოდენობა დაჩიპოს სახელმწიფომ პირველ ეტაპზე. კეთილი. და თუ კი ამ შემთხვევაში 1 წელი წინ არის ბრძანა ეს მეპატრონეებისთვის, მაგრამ თუ ეს 1 წელიც ესე უკვალოდ ჩაივლის, ჯარიმები რაოდენობით არის პირველ შემთხვევაში და განმეორებითი შემთხვევაში, რამდენად თითანხებზე არის საუბარი. გახსენებთ, ეს არის 500 ლარიდან იწყება ჯარიმები, რაც შეეხება იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის წესების დარღვევას, ასევე სტერილიზაცია კასტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევას. ეს არის გათვალისწინებული 1500 ლარი ჯარიმა, 1500 ლარი და უკვე გააჩნია დარღვევას. სხვადასხვაგვარი დარღვევები არის გათვალისწინებული ან კანონპროექტით, ასევე ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსით, სხვადასხვა კანონდარღვევასთან დაკავშირებით. რეგისტრაცია, იდენტიფიკაციასთან, სტერილიზაცია, კასტრაციის მოთხოვნების დარღვევას რაც შეეხება, ეს არის 1500 ლარი და უკვე ეს გამრავლების წესების დარღვევა და ასე შემდეგ უკვე იზრდება ჯარიმები და მე მეცაც გეტყვით, თუ ორთაბრძოლებს გამართავენ 30-35,000 ლარი, თავიდან იყო ეს ძველ ვარიანტებში წლების წინ ეს უნდათ რომ
ცოტა მცირე ყოფილიყო ეს ჯარიმები, აი მაგალითად ვინც ორთაბრძოლებს მოაწყობს, იმაც უნდათ რომ მომხდარიყო 200 ლარი ჯარიმა ან 300 ლარი ჯარიმა, ჩვენმა ორგანიზაციამ მოითხოვნა ყოფილიყო მაქსიმალური ჯარიმა, ამასთან დაკავშირებით ძაღლების ჩხუბი არის საკმაოდ ისე ვთქვათ გავრცელებული მეთოდი საქართველოში, დღესაც კი ხდება და რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ასახიჩრებიანი სხვადასხვა ცხოველები დამარცხებული შეიძლება ფეხებს კარგად, კიდურებს კარგავენ მაგალითად ერთ კიდურ დაკარგული პიტბული მაგალითად მეგავაჩუქე საზღვარგარეთ გავიშვი და ესე ხშირი არის შემთხვევები, როდესაც ცხოველებს ასახიჩრებენ და როდესაც ორთაბრძოლაში დამარცხდებიან, ქუჩაში გამოუძახებენ ხოლმე ეს 30-35,000 ლარამდე არის ჯარიმები, უკვე ამ გააჩნია დარღვევას თუ ის უპასუხისმგებლო მეპატრონე რა დარღვევას ჩაიდენ. კარგით, ორთაბრძოლებს თუ კი გადავდებთ გვერდზე, აი დანარჩენ შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა რომ ძალიან დიდ თანხებზე არის საუბარი ჯარიმების კუთხით და ეს ხომ დააფრთხობს ცხოველების პოპულაციას. ხო ნახეთ, ეხლა მე ვფიქრობ რომ გარკვეულ შემთხვევაში აქ უპასუხისმგებლო მეპატრონეები ისე და გამოვლინდებიან, ზოგადად არიან ადამიანები ჩვენთან საქართველოში, რომლებიც უბრალოდ ელემენტარულად პარაზიტებზე დამუშავების თანხაც კი არ უნდათ რომ გაიღონ, თავის ჭეისამალი რომ მიცენ თავის ცხოველს და ან გარეგან პარაზიტებზე რომ დაამუშაონ, ესეც კი არ უნდათ და ასე ვთქვათ, ასეთი მეპატრონეებისათვის რა თქმა უნდა ეს დისკომფორტი იქნება, ცხოველსათვის დამატებითი პასუხისმგებლობა, თუმცა მე გეტყვით, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში პროცენტულად ანუ მხოლოდ ისეთ ადამიანებს გაყავთ ცხოველი, შინაურგინდელი ცხოველი, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ პასუხისმგებლობას, რასაც ქვია ცხოველის ყოლა. თუმცა ჩვენთან საქართველოში გარკვეულწილად დეკორაციათაც კი ითვლება, მაგალითად ეხლა მე არ მოგსაუბარი, უფრო მეტად სოფლებში ალბათ იმიტომ რომ როდესაც ქალაქში აყავთ გარკვეულ შემთხვევაში აქ სერვისებიც არის და გარკვეული ინფორმაციაც არის. მე ხარ არ იმაშვები სპეციალურად რომ შეიძლება იყოს ქალაქშიც უპასუხისმგებლო მეპატრონე, სოფლებშიც, თუმცა თვალშისაცემი პროცენტულად არის ესეთი სოფლებში შემთხვევები, როდესაც ეს ცხოველები აყავთ და უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიდან იშორებენ, აი მაგალითად თუ გაუმრავლდებათ, აი მაგალითად არ უნდათ რომ სტერილიზაცია კასტრაციისთვის თანხა გაიღონ, რომ არ გამრავლდეს და მე მათ ლეკვებს თავი ან ძაღლსაც ან შეიძლება ქუჩაში გამოუძახონ. ხშირად ხედავთ ლეკვებს ქუჩაში ძალიან დიდი რაოდენობით. ხშირად ხედავთ და ეს არის განპირობებული იმისგანაც, რომ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ჩარევის კუთხითაც რო არ ხდებოდა სტერილიზაცია, კასტრაცია აქტიურ რეჟიმში, ასევე ინფორმაციის ნაკლებობა არის მოსახლეობაში, ასევე მოსახლეობის მხრიდან არის გარკვეული დიდი ნაწილის მხრიდან გარკვეული ნიჰილისტური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, ესე თავის პასუხისმგებლობის მიმართ არის გარკვეული გულგრილობა და ამიტომაც ხდებიან ხშირად ქუჩებში. კი, თქვენ მახსოვს ერთი გამახსენდა ჩვენი შეხვედრა სატელევიზიო სივრცეში, როცა თქვით, რომ საქართველოში ძაღლის ყოლა უნდა იყოს რაღაც ფუფუნების საგანი და ეს არ უნდა იყოს რაღაც გაუთვითცნობიერებელი, იმიტომ რომ სწორედ იმ ნიჰილისტურ დამოკიდებულებებში იკვეთება, რომ უბრალოდ ძაღლია და სხვაგვარად როგორ უნდა მოექცა. ხო, ალბათ თქვენ სირგულაც არიან ადამიანები, რომლებსაც ამგვარი შეხედულება და დამოკიდებულება აქვს სამწუხაროდ. კი ბატონო, კი ეს ჩვენ სირგულე ცხოვრობენ ესეთ ადამიანები, ბევრი შემთხვევები არის, როდესაც ასე ვთქვათ, ცხოველი, რომლებიც ცხოველს არ თვლიან თავიანთ მართლა ოჯახის მაცხოვრებელ ბინადრად და უბრალოდ თვლიან შეიძლება რაღაც ნივთად აღიქვამდნენ, რომელმაც შეიძლება უბრალოდ რაღაც მოვალეობაში ასულოს, რაღაც დაიყეფოს და თუ კი აღარ დაჭირდებათ, უკვე შემდგომ ან მოიშორონ, ან ჩააბარონ სადმე, ან ქუჩაში გაუშვან და თავის პასუხისმგებლობა იოლად მოიშორონ თავიდან. და აი ის რომ უნდა იყოს პასუხისმგებლობის ზომები გამკაცრებული, ამას ამ კუთხით რომ ეს ჯარიმები უნდა ეკისრება უპასუხისმგებლო მეპატრონეებს, ამ კუთხით ნამდვილად მივესალმები ამ კანონმდებლობის მოთხოვნებს, პირიქით უფრო ეფექტურიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე ანუ უფრო მეტად მკაცრიც უნდა იყოს იმისათვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, პოპულაციის კონტროლი და მეუსაფარო ცხოველები ქუჩაში აღარ ხდებოდნენ ხოლმე უპასუხისმგებლო მეპატრონეების მიერ.
ძალიან პოპულარულია ასევე საქართველოში რაღაც სხვადასხვა ჯიშების ზოგებს ხო ხედავთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არანაკლებ ერთგულები, გონიერები თუ უფრო მეტად არ არიან ეგრეთ წოდებული მეტისები, არ მიყვარს ხო რაღაც ეს ჯიშიანი და უჯიშო სახელები, ეს ცნებები ცოტა დამამცირებელი ალბათ ზოგებისთვის, ვისაც ასეთი დამოკიდებულება აქვს და შეიძლება რამდენიმე ასეული ან ათასეული დოლარი გაიღონ ამ თუ იმ ჯიშებში, რომელიც ვიზუალურად ძალიან ლამაზია და მეც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ძალიან მხიბლავს და მნუსხავს, მაგრამ აი ეს დეფინიციები ჯარიმები მხოლოდ ვერ უშველის, ხო ალბათ ცნობიერების ამაღლება და მეტი განათლება არის საჭირო. დიახ, კი ბატონო, ესე ვთქვათ, ბევრ ადამიანს მხოლოდ აი შეიძლება უბრალოდ არ იცოდეს ამ ჯიშის თავისებურებების შესახებ, მაგალითად ჩვენთან იყო, ადრე იყო ერთი პერიოდი, აი კანეკორსო ადგანაც იყო ძვირადღირებული ჯიშის, ესე ვთქვათ, ითვლებოდა ფუფუნების საგნად, ყველას აყავდა, მე მახსოვს ესე თვალსაჩინოებისათვის, ასე ვთქვათ, გარკვეული რაღაც ის ეგოს დაკმაყოფილების მიზნით ეს ცხოველი, ეს ჯიში, ძაღლი კანეკორსო მაგალითად, შემდგომ შემოვიდა აი ჰასკი და ლაიკას ჯიშები, ესეც იყო თავიდან პირველ და ძალიან საკმაოდ ძვირადღირებული, თუ არ მახსოვს $1000 ღირდა, ესე ვთქვათ, ამ ჯიშის ლეკვი და ესე ვთქვათ, მე არც იცოდნენ ამის მოვლაპატრონობა როგორ უნდა მოხდეს, რა პირობებში, რა აქტივობა უნდა, რა ტემპერატურა ჭირდება, როგორ გარემოში უნდა იცხოვროს, მე ესე ვთქვათ, ქალაქებში უკვე როდესაც ესე ვთქვათ, გაიზრდებოდა ეს ლეკვი, მე მიყავდათ სოფლებში, ეხლაც ესე ხდება, სოფლებში მიყავთ, სადაც მე აღმოაჩენენო თურმე ბებიას ყავს ფრინველი, ყავს წვრილფეხა ცხოველი და იმათ თურმე ერჩის, მე გაიგებდნენ და მე ეს მეპატრონეები ეს რეკავდნენ თავშესაფრებში, ან თუ თავშესაფარში ვერ მოახვედრებდნენ, მაშინ პირდაპირ ქუჩაში უშვებდნენ და იმიტომ რომ არ იცოდნენ ამ ჯიშის მოვლის შესახებ და ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, ესე ვთქვათ, ჩვენთან აი საქართველოში ელემენტარულად უმაღლესი საგამართლებო დაწესებულებაც იყო, სადაც კინოლოგია ისწავლებოდა, თუმცა ეხლა დღეის მდგომარეობით მოთხოვნაც შესაბამისად ფაკულტეტის საგამართლებო პროგრამა არ არსებობს, რომელიც შეასწავლის, ესე ვთქვათ, ძაღლებს ან ფელინოლოგია, ან კინოლოგია, ასეთი საგამართლებო პროგრამა უბრალოდ არ არსებობს და შესაბამისად ყავს კინოლოგები, მხოლოდ თავისი, ესე ვთქვათ, გამოცდილების შესაბამისად და რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტის გამოფენა და ისე ან როგორც ასეთი საგამართლებო დაწესებულება არ არსებობს, ვინც ასწავლის კინოლოგიის შესაბამისად, ცნობიერება ინფორმაციის დონე არის დაბალი საქართველოს მოსახლეობაში და ვერ ფლობენ მოქალაქეები ინფორმაციას და არ ფლობენ ამ ესე ვთქვათ, ცხოველის ჯიშების შესახებ, მათი მოვლის თავისებურებების შესახებ და ამიტომაც არის, რომ და არც უნდათ, რომ ბევრი არის ესეთი, ესე ვთქვათ, გულგრილად უდგება საკითხებს, უბრალოდ პირდაპირ შეიძლება ესე აიყვანოს, გადაწყვიტოს, რომ უნდა მაგალითად ძვირადღირებული ჯიშის ძაღლი, იქნება ეს თუ კატა და შემდგომ უკვე არც ეცნობა წინასწარ ინფორმაციას, უკვე დღევანდელი დღეს ესეთი მარტივია ინფორმაციის მიღება სოციალური ქსელით, ინტერნეტით, გაცნობა, დაკავშირება სპეციალისტებთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში და მერე გადაწყვეტილების მიღება. და ამიტომ ესე ვთქვათ, ეს რთული მარტივიც, ანუ უბრალოდ რთული არ არის ინფორმაციის მიღება, ვინც დაინტერესდება, თვითონ შეუძლია მიიღოს ინფორმაციები დამოუკიდებლადაც და მერე გადაწყვიტოს და მიიღოს პასუხისმგებლობა და ასე ვთქვათ, გარკვეული წლები ჭირდება ალბათ, რომ საზოგადოება ცოტა შეიცვალოს და პასუხისმგებლობით მიიღოს. მაგრამ დავიწყოთ ადრე თუ გვიან. ხო, რა თქმა უნდა დავიწყოთ და ალბათ სკოლები, უნივერსიტეტები რაღაცნაირად უნდა იყვნენ ჩართული თვითონ რაღაც თავიანთი თუნდაც არ არსებობდეს შესაბამისი სპეციფიკა, მაგალითად შეიძლება რაღაც ზოოლოგიის წიგნში რაღაც გარკვეული დამატებები შეიტანოს, მაგალითად ან სხვა სკოლის მასწავლებლებმა შეუძლია რაღაც გარკვეული ინფორმაციები ბავშვებს მიაწოდონ. თან ამ თაობარს უყვარს ზოგები, მე მინახავს როგორ ხდება ხოლმე დაპყრობა ეფერებიან და ასე შემდეგ, ასე რომ ეს რაღაცნაირად კარგი დასანახია, მაგრამ ცუდი მაგალითებიც მინახავს ხოლმე, ასე რომ იმედია ამ კუთხით გამოსწორდება. კარგით, საჯარო სივრცეში ქცევის წესები როგორია მეპატრონეებისთვის და ესეც ალბათ აქტიური საკითხია, ხო, არიყობის გარეშე შეიძლება გამოსვლა, შეიძლება თუ ისთვის არის გამონაკლისი. კი ბატონო, გეტყვით ახლა, ესე იგი, კანონში განსაზღვრული არის ცხოველის გასეირნება თავშეყრის ადგილებში უნდა მოხდეს კანონის მიხედვით, შინამოწყალთა შესახებ კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ანალი კაპით,
ან საბელით, ხოლო თუ იქნება გამოყოფილი სპეციალური სასეირნო ადგილები მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულოს შეუძლია დაადგინოს შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით შესაბამისად სასეირნო სივრცეები, სადაც აი ამის გარეშე ფიზიკური აქტივობა ცხოველის მაგალითად ვარჯიში, დილაობით და ასე შემდეგ აბელის და ალიკაპის და საბელის გარეშე მოახდინოს. ეხლა რაც შეეხება ტრანსპორტში ესე ვთქვათ მგზავრობას, იგივე წესი მოქმედებს იქაც საბელი ან ალიკაპი, ხოლო რაც შეეხება მცირე ზომის უშუალოდ ეხლა არ არის განსაზღვრული მცირე ზომის რა ითვლება კანონით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ ალბათ ითვლება დაახლოებით ისეთი ზომის საღლები, რომლებიც არიან ალბათ საბოლოოდ 10 კილოგრამზე ნაკლები, რომ თუ მოხდება ასე ვთქვათ ხელის შეაყვანით ან კონტეინერში გადაყვანათ, ანუ სპეციალური ჩანთით გადაყვანა, ეს არის დასაშვები ამ შემთხვევაში, რომ არ იქნას გამოყენებული საბელი ან ალიკაპი და ის საკრებულოები, ვისაც მაგალითად ეხლა თბილისში დღევანდელი მოქმედი ნორმატიული აქტის მიხედვით უნდა მოხდეს წერია ტრანსპორტირება საბელიც უნდა კონდეს და ალიკაპიც, მაგრამ უკვე წინააღმდეგობაში მოდის კანონთან, ამ შემთხვევაში კანონში უფრო ასე ვთქვათ მობიერად წერია, რომ ან ერთი უნდა იქნას გამოყენებული, ან მეორე და უკვე კანონი არის უფრო ზემდგომი ნორმატიული აქტი და ვალდებული ის უკვე ავტომატურად ის ჩანაწერი აღარ არის ძალაში. და ანუ ამ კუთხით ასე ვთქვათ ესეთი ვითარებაა, რომ წერია უნდა თუ ქუჩაში ასეინებს მეპატრონე, მან უნდა გამოიყენოს ალიკაპი ან საბელი. თემო, ერთი არის რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯები ამ კუთხით, რომ ამ თემაზე თუნდაც ვსაუბრობთ ან რაღაცები შეიცვალა საკანონმდებლო კუთხით, მაგრამ ვინ უნდა აღასრულოს, ხო? ზედამხედველობას ვინ გაუწევს, ან რამდენად კარგად შესრულდება? კანონის მიხედვით, ესე იგი უფლებამოსილი ორგანოებში გაწერილი არის, ესე იგი პირველი ეს არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ესეთი მეთოდი არის, რომ უბრალოდ ესეთი ნორმატიული ორგანული კანონის მიხედვით განეკუთვნება თვითმმართველობის კომპეტენციას, ანუ მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურების კომპეტენციას კანონის აღსრულება. ეს წერია ამ კანონში, ასევე კანონში არის მითითება გაკეთებული, რომ დამატებით მეორე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდ არის განსაზღვრული სააგენტო, სოციალური სააგენტოს შესაბამისი სამსახური, რომელიც ჰიპერპოპულაციის დროს, ანუ ჰიპერპოპულაცია არის მიუსაფარი ცხოველების დიდი რაოდენობის დროს, კანონში წერია, რომ ამ სააგენტოს უფლება აქვს პარალელურ რეჟიმში განახორციელოს მიუსაფარი ცხოველების იზოლირება, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია. რაც შეეხება ჯარიმების ნაწილს, აქ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რა თქმა უნდა, ეს არის ისე პოლიციის უფლებამოსილება, თუ კი არის ცხოველთან სასტიკი მომკვლევა, რომელმაც გამოიწვია მის ცხოველის დასახიჩრება ან სიკვდილი, ეს არის უკვე პოლიციის და შესაბამისი ბრალმდებელი ორგანოს პროკურატურის კომპეტენცია, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდაღებათა კოდექსს, ამ კუთხით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები არიან მერიის, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, ზოგიერთ ქალაქში ეს შეიძლება იყოს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ეს შეიძლება იყოს მერის მიერ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი იურიდიული პირი, შეიძლება იყოს კონკრეტული IP თბილისის შემთხვევაში მაგალითად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არსებობს, ესეთი სახელი ქვია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან მერიის სხვა შესაბამისი სამსახური, რომელიც ვალდებული არის განახორციელოს ცხოველების პოპულაციის მართვა და განახორციელოს სანქციების დაწესება კანონის დამრღვევი პირების მიმართ. მოკეთ, რა შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რა უნდა გავითვალისწინოთ 1 იანვრიდან, ვადები ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ ჯარიმები აიცნონ ცხოველების მფლობელებმა, უბრალოდ იმიტომ, რომ მოვეფეროთ მათ და ეცადოთ ვიზრუნოთ და ყველაფერი ერთად რაღაც სინქრონში გამოკეთდეს და გამოჯანმრთელდეს. ესე იგი, რაც შეეხება ცხოველთა მიმკედლებლებს, ვინც ქუჩაში ყვებავენ ცხოველს, მათ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ თავიანთი ცხოველები მაქსიმალურად დაიცვან, ასე ვთქვათ, რომ მოხდეს ის მათი უფლებების დაცვა ტერიტორიაზე, რაღაც ინტერპრეტირება შეიძლება მოხდეს ვიღაცა ცხოველთა მოძულების მხრიდან და მათ ჩათვალონ, რომ ის ცხოველები არ იმსახურებენ ქუჩაში ცხოვრებას, თუმცა აუცილებლად მიმკედლებლებმა და ისეთ ადამიანებმა, ვინც ყვებავენ, უნდა მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი ცხოველები, რომ არ აღმოჩნდეს ისე, რომ მათი უფლება იყოს დარღვეული, ან არ აღმოჩნდეს ისე, რომ ის ვინმე წაიყვანოს, ვინმე დააძინოს, მოკლას, ევთანაზია გაუკეთოს, ან გაუშვას სხვა ტერიტორიაზე. ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხი, რაც შეეხება ცხოველების მეპატრონეებს, ცხოველის მეპატრონეებმა უნდა დაიცვან წესები ზედმიწევნით ის, რომ აუცილებლად უკვე ეს კანონი ძალაშია შესული, დაიწყონ ჩიპირება თავისი ცხოველის პასპორტები გაუკეთონ, ასევე თუ კი ისინი
ისინი მათ არ აქვთ შესაბამისი ლიცენზია გამრავლებაზე, რომელიც ასე ვთქვათ, ესე იოლად ვერ გაიცემა, მათ უნდა თავით უყავთ მათ ასე ვთქვათ, მეტისი და არასანაშენე მიზნებისათვის განკუთვნილი სხვა ცხოველი, რომელიც შეიძლება იყოს ჯიშიანი, მაგრამ არ იყოს ვარგისი გასამრავლებლად, აუცილებლად ჩაუტარონ მაქსიმალურად ამ ცხოველებს სტერილიზაცია, კასტრაცია, იმიტომ რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ნამატი ლეკვების და კნუტების სახით, ჩაუტარონ ეს პროცედურები, ჩაუტარონ ვაქცინაცია, პარაზიტებზე დამუშავება, ყოველ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს საკონტროლო რეგისტრაცია, ვეტერინარულ კლინიკაში უნდა მიიყვანონ თავის ცხოველი, ან ვეტერინარი ექიმები გამოიძახონ ადგილზე, აუცილებლად ეს მათი ცხოველები უნდა იყოს დაჩიპული და აუცილებლად უკვე საკუთრებაში მყოფი ცხოველები არიან მეტისები, ანუ არ აქვს შესაბამისი ცნობა, რომ ეს არის ნამდვილად ჯიშიანი, შესაბამისად უნდა ჩაუტარონ ამ ცხოველებსაც სტერილიზაცია, კასტრაციის ქირურგიული ოპერაცია. ეს შეიძლება იყოს თუ კი დაუშვათ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში შეიძლება განახორციელოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტმა, სადაც ვერ განხორციელდება, აუცილებლად მათ მიმართონ თავიანთი რაიონში იქნება ეს თუ ქალაქში ვეტერინარი კლინიკებს და ეს პროცედურები გააკეთონ იმისათვის, რომ შემდგომში თავიდან აიცილონ, ასე ვთქვათ, სანქციები. ინსპექტირებები დაიწყება ალბათ უკვე 2027 წლის იანვრიდან მოხდება ასე ვთქვათ გამოვლენა ასეთნე პატრონების ვისაც არ ყავს იდენტიფიცირებული ცხოველები ეტაპობრივად და დაეკისრება მათ ჯარიმები. აუცილებლად არის საჭირო რომ ეს ცხოველები იყვნენ იდენტიფიცირებული, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ქუჩაში. თემა ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვირთმეთ. ფიქრობ ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოგვეწოდა, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული და გავფრთხილდეთ ჩვენს 4 მეგობრებს, რომლებიც იმედია ისიც რომ შემთხვევით არ არიან ჩვენს გვერდით და ნამდვილად გვიყვარს ისინი. კარგ დღეს გისურვებ. სესია მოგესალმებით. მადლობა თქვენ საკითხით დაინტერესებისას. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძვირფასო ტელემაყურებლობო გადაცემაში უოთხი ქუთაისში ამით დასრულებულია. თემურ ლაჭყებიანი გახლდათ ჩვენთან სტუდიაში ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი მენანა თევდორაძე, ლიკა ჩოგოვაძე და კაცს მიღმა ხვალ კინოს დღე გვაქვს. შესაბამისად, გადმოერთეთ მაგაზე, დაგვემაგობრდით და გაატარეთ ეს 1 საათი. ორშაბათიდან პარასკევამდე ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით, ყველამდე საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.